მაკო 18 წლისაა და პოპულარობაზე ოცნებობს. ფიქრობს, რომ საკმაოდ ძლიერია და მთელ მსოფლიოს აალაპარაკებს. ჩემი ოჯახი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ არიან ძალიან მეგობრულები. მართალია დედა და მამა ერთად არ არიან, მაგრამ ანუ მიხარ, იმიტომ რომ ძალიან ახლო მეგობრები არიან. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მეგობარი, რა თქმა უნდა, დედაც არის, მკაცერს არის, როცა საჭიროა, მაგრამ ხშირად არ ჭირდება, იმიტომ რომ რაღაცას რომ მეუნება ყოველთვის მეც ვეთანხმები. მაკორო სახში არ არის, მოწყენილები ვართ ხოლმე საოცრად. ძალიან ენერგიული, ხალისიანი, მიზანდასახული, დამოუკიდებელი და მე ვიტყოდი ცოტა მიამიტიცა. დედა იყო ამერიკაში, გავედი რაღაც გამოცდები ჩავაბარა, რაღაც რომეო და ჯულიეტა ვითამაშე ინგლისურად და 21 კაცთან მოვხდი ერთადერთი მე ჰოლანდიაში წავედი მაგ პროგრამით და ჩემს დაურეკე და ესა დედა თქვა რაღაც პროგრამაში გავიმარჯვე თქო და რაღაც 6000 რაღაც ევრო გადასახდელი თქო და უდა ტელეფონს მიყიდებს. მე იმდენად არასერიოზულად ვეკიდებოდი ამას, მეგონა რომ უბრალოდ გადის და მისთვის ეს რაღაც ერთ-ერთი გამოცდილება და ერთ-ერთი ეტაპი იქნება, მაგრამ აღმოჩნდა რომ რაღაც თვითონ ძალიან სერიოზულად მოეკიდა. რომ დამირეკა და მითხრა რომ მიდის, ნუ გავოგდი, არ მჯეროდა და ესე ჩვენი ერთ დღეს მართლაც წავიდა. სიმღერა დაიწყე ჰოლანდიაში, იმიტომ რომ რაღაც ისეთი ადამიანი, როცა რაღაც არ გამომდის, ყოველთვის მინდა რომ გამომივიდეს, ამიტომ ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ვისწავლო, რაც არ გამომდის. იქ აღმოვაჩინე ჩემში ხელოვანი ადამიანი. ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში ტანსაცმლის დიზაინს და კერძოდ ტყავზე. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ, ანუ ჩემი პროფესია დიზაინი თვითონ ტანსაცმელი არის ადამიანის შინაგანი, ადამიანის ანუ ტანსაცმელი ლაპარაკობს ყველაფერზე. ვეკავ რომ არ არის ადამიანი, რომელიც უნდა დაიკარგოს და რომელსაც უნდა დამალოს თავისი ნიჭი, თუნდაც მე ვთვლი რომ მე შემიძლია სიმღერა და ვთვლი რომ თუნდაც აი მე როგორიც ვარ, იმდენად ძლიერი ვარ ჩემი აზრით, რომ გავაკეთებ ამას და ამ ნაბირს გადავდგავ და ვიმღერებ. იმედი მაქვს პროექტშიც მოვხდები. ვერ ვიტყვი რომ ყველა შემოტრიალდება. შეიძლება ძალიან ვინერვიულო და ძალიან ცუდად გამოვიდეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ვიპოვო ჩემ თავში ის ზალა, რომელიც დამაძლევინებს ამ ყველაფერს. ვინ არის ეს თქვენი? ჩემი და არის. შენი? შენც მეგობარია? თქვენ დები ხართ, ანუ? არა, მე და მაგოები. Driving around town with a boy I love, and I'm like, fuck you, yeah. It's a change in my pocket, was it enough? That some shit and all this pain in my chest, I still wish you the best without forget you. Yeah, I'm sorry, can't afford a Ferrari, but they don't mean I can't get you there. Yeah, she's in an Xbox, but more Atari. By the way you play me, get me out there. Now picture the fool falls in love with you. Oh, she's a gold digger, yeah, she's a gold digger. You, I got some news for you. Yeah, yeah. Oh, baby, 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 why you wanna hurt me so bad, so bad? I tryna tell my mama, but she told me that it won't for you dead. You're dead. See you driving around town with the boy I love. That gets you. I guess the change in my pocket wasn't enough. That gets you. ჩვენ ვიჭიდავთ, ხო? აი,
მე შენ გნახე ერთ-ერთი კონკურსის კასტინგზე, სადაც მე ვერ გაიარა ის კასტინგი და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რომ რანაირად მოხდა ესე თქო. თურმე ხდება ესე, რომ ძალიან მაგრები ხდებიან და ზოგჯერ ვერ გადადიან, მაგრამ უცებ რომ მოვტრიალდი და გიცანი ვიფიქრე, ვაუ, რა მაგარია რომ მოვტრიალდი. ძალიან მაგარი გოგო, ძალიან თამამი სიტყვებით. ერთხელ არ დავჯექი მეწყინა. აბა მეორეთაც იგივე მოხდება, ნეტა? ოხ. მეც შემიძლია. არა, ეს მე მეორედ ვაკეთებ. მეც ავდგები. ჩვენ ორნი ვართ. მე დავჭი, ჩვენ ორნი ვართ. არა, მეც დავაჭირე და მეც უნდა ავდგე მაშინ. გაზოდი ვერაბმაც დააჭირა ეგრეთ თუ. ესე იგი ვინ ზის იქ მოდის, ხო? ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი ვიყავ, არაჩვეულებრივი. ძალიან დიდი მადლობა მართლა. შემიძლია. დასთვის. ერთი წავით. ძალიან დიდი მადლობა მართლა. პალაჟებია. ყველანი მართლა ძალიან მაგრები ხართ და არ ვიცი უბრალოდ ვისთან წავიდე. მაგრამ ეხა გული მართლა, გული მეუბნება რომ წავიდე დათოსთან. დათოსთან რა? აკო, გილოცავ, დათო. გილოცავ, დათო. ეს რევანში იყო შენი მხრიდან, ხო? აი ამიტომ არ ავდები. ძალიან ცუდად ვიყავი. ცუდად ხო არ იყავი? აი ძალიან ცუდად ვიყავი. მაგარი ხარ. ეს აი ისეთი გზნობა იყო, ისეთი მაგარი გზნობა იყო მართლა, იმიტომ რომ ყველა რო ავიყოლიე და აი რაღაცა თან ძალიან მომეწონა თავიდან ძალიან ვინერვული, არა და ფიქრობდი რომ დასაწყისში ძალიან მაგრა უნდა მევიდე და მე გავგიშდი და მე მოდის ხოლმე, მე მოდის, კონკურსებმა იცის ეგა იცი. მაგრამ კი. გადი მოშორდი ხარ, ვინზე გნახავ, გადი.